მოგესალმებით, მივესალმებ მაყურებელს. მორიგი სიყალბე და ტყუილი დაცინვა მოსახლეობის და მოქალაქეების მაშინ როცა ამ ქვეყანაში გაძვირდა ყველა პროდუქტი 200%-ით ზოგიერთი პროდუქტი ქართული ოცნების პირობებში ინფლაცია არის ძალიან მაღალი. ფული ყოველ დღიურად კარგავს საკუთარ ღირებულებას. ამ ვითარებაში საუბარი იმაზე, რომ რაიმე კომისიამ, რომელსაც მილიონერი დეპუტატები უდგანან სათავეში, შეიძლება ღარიბი ადამიანისთვის გაიაფოს რაიმე პროდუქტი, არის დაცინვა, შეურაცხყოფა პირველ რიგში საკუთარი მხარდამჭერების, რომელსაც აჯერებენ, რომ თითქოს და ამ ფასების გაიაფება შეიძლება. იანვარში კვერცხი გაძვირდა 6.5 თეთრით, შემდეგ ხელოვნურად დაიყოლიეს უბრალოდ მწარმოებლები 5 თეთრით გააიაფეს და ერთი კვირის შემდეგ ისევ გაძვირდა. ისევ ამ დაუბრუნდა საკუთარ ფასს, რაც იყო გაძვირებული. ისევ გაძვირდება ძალიან მალე. გაძვირდება, აი მაგალითად მე მომივიდა 3 დღის წინ ახალი ქვითარი ელექტროენერგიის გადასახადის და არ დამეზარა ავდექი და შევადარე სხვა წლების წინა წლების მიხედვით ამ თვის, კონკრეტული თვის, ყველა თვეს განსხვავებული მოხმარებაა, ხო? კონკრეტული თვის ღირებულებას და დაახლოებით 30-40%-ით უფრო მეტია თანხა. ანუ 30-40%-ით ყველას გაგვიძვირდა ცხოვრება ელექტროენერგიის მიმართულებით. 50, ზოგან 100, ზოგან 200%-ით გაძვირდა კონკრეტული საგნები, პირველადი მოხმარების საგნები, პირველადი საკვები პროდუქტი, პური გაძვირდა. პური თავის დროზე, როცა ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოვიდა, ღირდა 50-60 თეთრი, დღეს ლარი 80, ყველაზე იაფიანი პური ღირს 1 ლარი. ამ ვითარება შეუძლებელია რაიმე ტიპის წარმატებულ საქმიანობაზე გქონდეს საუბარი, მხოლოდ და მხოლოდ ტყუილს ეფუძნება ეს ყველაფერი. კობახიძე რო გამოვიდა, სხვათა შორის თქვა, რომ თურმე ესე იგი 10 ლარად შეუძლია 9 კილოგრამი ხორცის ყიდვა და დასცინეს. გუშინ ქონდა ჩვენს ჟურნალისტ ირაკლი ბახტაძეს არაჩვეულებრივი გამოკითხვა, წავიდა ადამიანები გამოკითხა და დაუსვა მარტივი კითხვა. თქვენ სადმე თუ შეგხვედრიათ 10 ლარად ეს ხორცი, როგორც კობახიძე ამბობს და ისინი ამბობდნენ, რომ ძირითად შემთხვევაში უბრალოდ ვერც კი ყიდულობენ, მაგრამ აი რაზე იყო გათვლილი ირაკლი? ეხლა როდესაც შეიძლება მე ვთქვა 1000 სიგიჟე ეთერში, მაგრამ ხომ ვიცი რომ მისმენს მაყურებელი, რომელმაც შეიძლება დამცინოს, რომელიც შეიძლება გაბრაზდეს, თუ კი მე თეთრზე ვამტკიცებ შავს, ხო? ანუ ირაკლი კობახიძემაც ხომ იცის რომ ეს არის ტყუილი, რასაც ვისმენთ რომ თურმე 10 ლარად შეიძლება ხორცი იყიდო და ყველაზე მძიმე კიდე ვიცით რა არის ჩემი აზრით, ამაზეც მინდა რომ ვისაუბროთ. როდესაც რაღაცა შედარებებს აკეთებენ თურმე ევროპასთან, ევროპის რომელიღაც ქვეყნის მოქალაქის ცხოვრებასა და საქართველოს მოქალაქის ცხოვრებას შორის. და იქ როგორ თავიდან გვეუბნებოდნენ რომ საქართველოში უფრო ძვირია ვიდრე ევროპაში, ეხლა გვეუბნებიან საკუთარი სამთავრობო პროპაგანდის მეშვეობით რომ თურმე საქართველოში უფრო იაფია ვიდრე ევროპაში და საერთოდ თუ ფიქრობს ვინმე მეგობრებო, ვინც ეხლა გვიყურებთ, თქვენს თავს კითხეთ, მე ქართული ოცნების მხარდამჭერებს მინდა ეხლა რომ მივმართო, თუ შეგიდარებიათ თქვენი შემოსავლები და თქვენი ცხოვრების დონე ევროპელი მოქალაქის ცხოვრების დონესთან და იმის ნაცვლად რომ ჩვენ საუბრობდეთ იმაზე, უпростоრედ გვესმოდეს იმაზე საუბარი ხელისუფლებისგან როგორ უნდა გაზარდონ ადამიანების შემოსავალი, ესაუბრებიან კვერცხზე. ეს კვერცხი გახდა უკვე აი წარმოუდგენელი თემა. მაშინ როცა ხორცი და თევზი არ უჭამია წლების განმავლობაში საქართველოს მოქალაქეების დიდ ნაწილს. მათ შორის ქეთითურაზაშულმა ჩემმა თანამებრძოლმა ჩამოიარა თითქმის ყველა ბაზარი სუპერმარკეტი, ვიდეოც გადაიღო, სადაც დასტურად უბრალოდ დასცინიან ირაკლი კობახიძეს. ლევან სამუში ამჟამად სამეგრელოში იმყოფება და გააშუქა დღეს ისეთი მძიმე შემთხვევები სოციალური დახმარების მოხდით, სადაც ადამიანებს თავზე აწვიმთ სიღარიბე, არც მაცივარი, არც ტელევიზორი, საერთოდ რო არაფერი არ გააჩნდა, ამ ადამიანებს სოციალური შემწეობა მოუხსნეს. ირაკლი კობახიძე, რომელმაც სხვათა შორის გერმანიის გადასახადის გადამხდელების დამსახურებით ისწავლა გერმანიაში, მიიღო განათლება, დღეს არის გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მტერი საქართველოს ქართული ოცნების სახელით და საქართველოს არ ცხვენს მაშინ, როცა ასეთ კონფლიქტში შედის გერმანიასთან. მას ჰქონდა დღეს საუბარი თითქოს და გერმანიაში უფრო ძვირია პროდუქტები. მე ამოვიღე რამდენიმე რიცხვი და პასუხს ვაგებ თითოეულ რიცხვზე. მაგალითად, სურსათში დახარჯული შემოსავლების წილი
გერმანელი მოქალაქე საშუალოდ ხარჯავს 10% საკუთარი შემოსავლებიდან, საკვებზე საქართველოს მოქალაქე ხარჯავს 40%. იმიტომ რომ ძვირია აქ ცხოვრება. საკუთარი შემოსავლებიდან. შემოსავლები როგორი განსხვავებულია? რა თქმა უნდა, შემოსავლები ძალიან განსხვავებულია და ამ 40%-დან გადასახადებს იხდის ყველაფერს მხოლოდ საკვებში იხდის 40%. მაგალითად რომ შევადაროთ გერმანიას როცა ეძრება ირაკ კობახიძე, რომელიც 13 წელია ამ ქვეყანას მართავს, რომელიც გვეუბნებოდა რომ თურმე პირველი წელი ივანიშვილთან ერთად პირველი წელი რთული იქნებოდა, მეორე საშუალო, მესამე კარგი. გვეუბნებოდა კობახიძე, მაშინ საერთოდ არ იყო პოლიტიკურად ქართული არაფერი. კობახიძე ახლაც არაფერს არ ნიშნავს. იჯდა, მე შევიდა. კობახიძე ახლაც არაფერს არ ნიშნავს. ბრძოლაში კი არა და ხელისუფლება. კობახიძე ახლაც არაფერს არ ნიშნავს. ჩემთვის ივანიშვილია ჩვენი მოპასუხე. მაგალითად რომ განსვათ რომ მინიმალური ხელფასი. აი, შევხედოთ. 2343 ევრო არის მინიმალური ხელფასი გერმანიაში, მინიმალური ხელფასი, ამაზე დაბალი ხელფასი კანონით არის აკრეფილი. საქართველოში რამდენია? 20 ლარი. ევროებში გადაყვანა შემრცხვა. კანონმდებლობით დადგენილი მინიმალური ხელფასი, რომელიც არაერთხელ დავაყენეთ ჩვენ ინიციატივა, რომ მინიმალური ხელფასის რაოდენობა გაზრდილიყო საათობრივად, იმიტომ რომ დაცული ყოფილიყვნენ ჩვენი მოქალაქეები დასაქმების ადგილებზე, დღეს კიდევ 20 ლარია. აი წარმოიდგინეთ 2343 ევრო და 20 ლარი. შემრცხვა ევროებში. ეს კანონი დადგენილი, მაგრამ რეალურად არის მაინც ძალიან დაბალი, ხო, სტატისტიკის ეროვნულ სამსახურიდან რომ გამოვიწყოთ, ნახავთ რომ ასეთი შემთხვევები არის. 2343 ევროსთან ვერც მივა. რა თქმა უნდა, ძალიან მარტივი. მაგალითად, აი გერმანიაში საშუალო ხელფასი საქართველოზე 6-ჯერ მეტია. საშუალო ხელფასი გერმანიაში არის 4851 ევრო. საქართველოში არის 782 ევრო. აი მაგალითად რომ ამას რო უყურებთ ამ რიცხვს, ხო? ლარებში რამდენია? 15000 ლარზე მეტია. საშუალო ხელფასი, ანუ პედაგოგი, მეხანძრე, რომელიც საშუალო კლასის შემოსავლის მიმღებად ითვლება, 15000 ლარზე მეტი აქვს შემოსავალი. და ადარებს ირაკლი კობახიძე იმას, რომ თურმე ხორცი გერმანიაში, ბერლინში და თემქაზე მსგავსად ღირს, მსგავსი ფასი აქვს. ხო ეს ხო დაცინვაა. როცა 15000 ლარი აქვს რიგით გერმანელს საშუალო ხელფასი, მაღალ ხელფასებზე და მაღალ კვალიფიკაციის ხელფასებზე და მოქალაქეებზე და სპეციალისტებზე არაფერს არ ვამბობ. და პენსია? ეს ძალიან მარტივი. აი მივადეთ პენსიას. გერმანიაში საშუალო პენსია საქართველოზე 10-ჯერ მეტია. საქართველოში პენსიის საშუალო რაოდენობა ასაკობრივით რო გავათანაბროთ არის 127 ევრო. გერმანიაში არის 1300 ევრო. 127 არის თქვენი პენსია მოქალაქეებს მიმართავ ევრო და 1300 ევრო არის იმიტომ რომ დამეახლოებინა ევროებში გადავანგარიშეთ ყველაფერი 1300 ლარი არის რიგითი გერმანელი ბებიის თუ ბაბუის პენსია 1300 ევრო არის 4000 რაღაცა ლარი 4000 ლარი არის პენსია რა თქმა უნდა ხო ჩვენთან პენსიას არავინ არ გაზრდის გაზრდიან მხოლოდ იმ 20 ლარებით დამცინავი 20 ლარით რომელიც ინფლაციასაც კი ვერ ეწევა იმიტომ რომ სყიდველ უნარიანობას კარგავს იმიტომ რომ რეალური ეკონომიკა არ არსებობს დღეს გამოვიდა მათივე პროპაგანდისტი ირაკლი რუხაძე და თქვა რომ ესე იგი სტატისტიკას რო ჩავხედოთ ქართული ოცნებისო ჯერო პირველ ადგილზე საქართველოში ინგლისელი ინვესტორები არიანო სტატისტიკის ეროვნულ სამსახურის და ეკონომიკის სამინისტროს ოღონდ თვალითო ინგლისელი ინვესტორი მე არ მინახავსო მეორე ადგილზე არის ნიდერლანდებიო, ჰოლანდიელი ინვესტორი თვალით არ მინახავსო. თავისივე პროპაგანდისტები ვეღარ მალავენ აღშფოთებას იმ დანაშაულებრივი პოლიტიკით, რაც ამ ქვეყანას უკეთებენ. ბოლო 10 წელიწადში დამისახელეთ ერთი მაღალ კვალიფიციური, ავტორიტეტული საერთაშორისო კომპანია ან ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც შემოვიდა და ამ ქვეყანაში რამე გააკეთა, ქილა ბოთლს მაინც აწარმოებს. ან ბოთლს, ან ძალიან საინტერესო იყო რუხაძის განცხადება. მე თუ ნახავდით ვოლსკის პასუხს ეგო რომელიაო, იმედის ახლა დაავიწყდა, მასზე იდგა. ანუ აი უყურეთ ახლა თქვენ რაზეც საუბრობდით, აი ამ სხვაობაზე. სწორედ ესაა მთავარი აქცენტი, რაზეც მე ავაგე მთელი შესავალი, ხო? მაგალითად პენსიონერი, როგორი იყო სხვაობა 127 ევროებში გამოდის ჩვენი პენსიონერის შემოსავალი. 1300 ევრო გერმანიაში. ფასები, რომელთან ვითომ მაღალ ფასებთან ბრძოლა გამოაცხადა ქართულმა ოცნებამ, რაში უნდა ეყოს პენსიონერს, რომელიც ახლა ჩვენ გვისმენს, საკუთარი პენსია, საკვები იყიდოს, წამალი იყიდოს,
არ ვიცი მე რა გაძლებული კომუნალურები გადაიხადოს. გადასახადები გადაიხადოს. რაში შეიძლება ეყოს? აი ამ დროს ისევ იმ კითხვას დავუბრუნდებოდი ირაკლი თქვენი ნებართვით. მათ ხომ იციან ინგა გრიგოლი ამას გააშუქებს თუ არა? ირაკლი კუპრაძე ამაზე ილაპარაკებს თუ არა? რა მნიშვნელობა აქვს? მათ ხომ იციან რომ თავისივე მხარდამჭერები მაცივარს რომ გააღებენ, ან იმ პენსიას რომ აიღებენ, არაფერში არ ეყოფათ. არაფერში მაცივარში აღმოაჩენენ რომ არ შეიძლება რომ აი ამ შემოსავლის პირობებში შენ გელაპარაკებოდნენ წარმატებულ ხელისუფლებაზე. მაგრამ მაინც აკეთებენ. რა იყო ეს კამპანია? რაზე იყო ეს კამპანია გათვლილი? ისევ და ისევ იგივე პასუხია, ტყუილი და პროპაგანდა და კონკრეტულ მაგალითს მოვიყვან, რა იყო კამპანია ქართული ოცნების და ივანიშვილის მხრიდან გარეჯი საქართველოა. ვინმეს ასწავლა ამით ივანიშვილმა რომ გარეჯი საქართველოა, არავის ამის სწავლა არ ჭირდება. ივანიშვილი სანამ ქართულად ლაპარაკს ისწავლის, კიდევ 30 წელი დაჭირდება, იმიტომ რომ ქართულად გამართულად იმეტყველოს. კიდევ დიდი დრო დაჭირდება. დარწმუნებული ვარ, ნამყოფიც არ იქნება დავით გარეჯი. ნამყოფიც არ იქნება. ამას ვამბობ სრული რწმენით და დარწმუნებით. არც ნამყოფიც არ იქნება. როცა შემოიტანა უზარმაზარი კამპანია გარეჯი საქართველოა. ამ პირობებში, როცა ათობით შეხვედრა ჰქონდათ ალიევთან, ილჰამ ალიევთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან. ერთხელ მაინც ეს საკითხი დაუყენებიათ? არა, ტყუილია. სულ ახლახანს 2 დღის წინ გუშინ წინ დააბრუნეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ ქართული ოცნების წევრი ზურაბ პატარიძე, რომელიც აზერბაიჯანში იყო, მთავრობის თავმჯდომარეობიდან გადააყენეს და გაუშვეს ელჩად აზერბაიჯანში. დაახლოებით ალბათ 4-5 წელი გამოვიდა, ზუსტად არ ვიცი და არც ვითვლი, არც მაინტერესებს, მაგრამ აი 5 წლის განმავლობაში ჩამოვიდა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და ანუ პრემიერ-მინისტრია რა ავტონომიური რესპუბლიკის. ერთხელ მაინც გაბედოს და თქვა, დაუყენებია ეს საკითხი, გაუბედავს. ეყო ამის ვაჟკაცობა. ისე გადაწყდება, როგორც ორივე ქვეყანას ჭირდება თუ რაღაც ასეთი გასაგებია, მაგრამ რა არის გადასაწყვეტი იმისა, რომ გარეჯი საქართველოა. ეს ნათქვამია, მაგრამ ეს იყო ტყუილზე აგებული, რომელმაც უდანაშაულო რამდენიმე ხანდაზმული ადამიანი, მოხუცი ადამიანი, სრულიად პენსიაზე გასული ადამიანები ციხეებისთვის გაიმეტა. ხო გესმით, რომ პროპაგანდა იმდენად ბოროტია საკუთარ მოქალაქეს რომ საკუთარ მოქალაქეს ეუბნება რომ შენ კარგად ცხოვრობ, რომ ხორცს თურმე 10 ლარად იყიდი 9 კილოს, ოღონ იმ მოქალაქე მიცის რომ ვერ იყიდის, გამორიცხულია, მაგრამ თავის დროზე ამ პროპაგანდამ ხომ იმუშავა გარეჯი საქართველოს ამ ტყუილმა რომ თითქოს ვიღაცა გარეჯის დაკარგვას ან გაყიდვას აპირებდა. ბევრ რამეზე შეიძლება წინა ხელისუფლება აკრიტიკო, მაგრამ არა ასეთ სისულელეზე და სიგიჟეზე, რომელიც ტყუილია. ისეთივე ტყუილია ახლა რომელიც დაჯერებასაც ცდილობს. თუმცა რა გვაჩვენა ჩვენ უნგრეთის მაგალითმა? გვაჩვენა ის რომ რაღაც კონკრეტული დროის შემდეგ პროპაგანდა აღარ მუშაობს. ლიმიტები აქვს. ომის პროპაგანდა მაგალითად ორბანთან მიმართებაში აღარ იმუშავა. ქართული ოცნების პირობებში კი წინა არჩევნებზე იმუშავა, მაგრამ ახლა აღარ იმუშავებს. ისევე ორბანის პირობებში წინა არჩევნებზე იმუშავა ომის პროპაგანდა, ომის შიშმა. ახლა აღარ იმუშავებს, იმიტომ რომ მოქალაქეებმა დაინახეს, რომ ტყუილია, თურმე ამათი რაღაც წმინდანობა ტყუილია, იმიტომ რომ მილიონები ამოაცალეს ერთმანეთს. ეხლა დედოფლის წყაროში დაიწყეს დაჭერები და თქვენ ჟურნალისტ რო ეუბნებოდა მე ჭკვიანი ვარ და იმიტომ არ მეხებიანო, ის საკრებულოს დეპუტატები თუ თავმჯდომარეები და მერები პროკურატურაში დახავთ და ჩუმჩუმად შვებულებებს წერენ, რომ დროებით მაინც გაერდონ, იქნებ გადარჩნენ. მთელ საქართველოში მიდის დაჭერების უზარმაზარი კამპანია. იმიტომ კი არა რომ ვინმე კორუფციას იძიებს. კორუფციას ვინმე რო იძიებდეს, პირველი ივანიშვილია დასაჭერი თავისი მითვისებული უზარმაზარი სიმდიდრეებით, კორუფციული სქემებით, კალადის მიმართ უზარმაზარი შეკითხვები არ არსებობს? არსებობს, რომელიც ახლა ზის ფაშასავით და მისაკუთრებულია მთელი დედაქალაქი. არ არსებობს არგუმენტი, რატო შეიძლება დედაქალაქს წაართვა იპოდრომი და იქ ააშენო 7 სათამბჯენი. უბრალოდ არ არსებობს. ჯერ დაპირდნენ რომ თბილისს ვაჩუქეო ბიძინა ივანიშვილმა. შემდეგ საუკეთესო ნაწილი ჩამოაჭრა და გაყიდა. საუკეთესო ნაწილი იპოდრომს ჩამოაჭრა და გაყიდა. რეალურად ის იპოდრომი უბრალოდ აღარაფერი აღარ იქნება. ეზო იქნება ამ 7 უზარმაზარი სათამბჯენისთვის. ლაგუნა ვერეზე ხო დაპირდა თბილისს და უთხრა რომ გაჩუქეთო. დღეს რა ხდება? გადაყიდა, გადმოყიდა, უზარმაზარი ფული გააკეთა ამაში და პარალელურად დღეს ისევ იქ კორპუსები უნდა ვნახოთ. იქ სადაც მუდმივად საცობია, თბილისში ხო მოძრაობთ. იქ ცხოვრობდა ყოველდღე ვუყურებ რაც ხდება და რაც დაემართა ლაგუნავერეს ჩემი აივნის მე რამდენი ტყუილია ინგა ეს ყველა მთელი ამ წლების განმავლობაში ვუყურებ მან როგორ ვითარდება დღეს მქონდა
ბრიფინგი ანაკლიაზე, ხო, ამაზე უნდა დამესვა კითხვა, აი ანაკლიის თაობაზე. თქვენი ბრიფინგი დღევანდელი, რომელიც შეეხებოდა სწორედ ანაკლიას, თქვენ ამბობდით, რომ ოფიციალური დოკუმენტებით ირკვევა, რომ ხელისუფლება ანაკლიის სპორტის უკვე არსებული გენერალური გეგმის მასტერპლანის ალტერნატივებზე მუშაობს, ამისთვის გაფორმებულია ახალი კონტრაქტი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიასთან და ამბობთ, რომ რეალურად არ ამბობს ქართული ოცნება სიმართლეს. მოდით უფრო დეტალურად მომიყევით, რას გულისხმობდით, როცა ეს განცხადება გააკეთეთ. რა ხდება ანაკლისთან? რა ხდება სინამდვილეში? აი მოკლედ რო განვიხილოთ ერთ წარსული. 2019 წელს ხელოვნურად შეუქმნეს პრობლემები ანაკლიის მშენებელ პირებს, მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს, კონსორციუმს და ამით ხელი შეუშალეს ანაკლიის განხორციელებას. ინვესტორები შეაშინებთ, როცა ხელისუფლება დაინტერესებულია, რომ ჩავარდეს პროექტი და ესე გამოხატავს ძალადობრივი შეკერილი საქმეებით, რომელშიც გამართლდნენ, ხო, ჩვენი ლიდერები. შეკერილი საქმით ინვესტორებს ეშინიათ და რა თქმა უნდა არ შემოვიდოდნენ და იქ გაიყინა ურთიერთობა. გაიყინა, უკვე შემოსული, უკვე ხელმოწერილი დოკუმენტები ფარატინა ფურცლები გახდა. და შეაშინეს. ეს იყო პირველი მცდელობა. კარგი, შემდეგ თქვათ გავიდნენ და ჩამოართვეს მამუკას, ბადრის და ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, მათ შორის გერმანელებს, ამერიკელებს, სხვა საფინანსო ინსტიტუტს თავისი ჩადებული 80 მილიონი დოლარის ინვესტიცია. უზარმაზარი საქმეა გაკეთებული. მას შემდეგ ამ ხელას საქმე ქართულ ოცნებას 6 წელი გავიდა და ის რაც წელიწად ნახევარში გაკეთა, იმაზე მეტი საქმე არ გაუკეთებია არავის, არსად. 80 მილიონი დოლარის ექსპროპრიაცია მოხდა. წარმოუდგენელი, რომელი ინვესტორი შემოვა, როცა დასავლელ პარტნიორს ფინანსურ ინსტიტუტებს 80 მილიონი დოლარის ექსპროპრიაციას გაუკეთებ. დავიწყეთ ეს ამბავი და თქვათ, ეს არ არის ბიზნეს პროექტი, ეროვნული პროექტია, სტრატეგიული პროექტია, დავიწყოთ ანაკლიის კონსორციუმი. ჩვენთვის მთავარია, რომ ანაკლიის პორტი აშენდეს. ვინც არ უნდა აშენოს, უნდა აშენდეს და უნდა აშენოს ვინ? უნდა აშენოს საქართველოს სახელმწიფომ და ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა. რატომ დასავლელმა პარტნიორებმა? იმიტომ რომ თუ ეს არ იქნა დიდი გეოპოლიტიკის ნაწილი, რომელიც უსაფრთხოებას მოუტანს საქართველოს. აი ბაქო თბილისი ჯეიჰანის აშენება მინგა საქართველოს მოუტანა უსაფრთხოებას. ფინანსებიც მოუტანა, ბიუჯეტი გაზარდა, უსაფრთხოებას მოუტანა, იმიტომ რომ ჩვენი მიღმა კი ბატონო. ასე თითქმის 10-მდე ქვეყანა მიმწოდებელი თუ ის ვინც ტრანზიტს ატარებს დაინტერესებულია საქართველოში იყოს მშვიდობა. იმიტომ რომ ბაქო ჯეიჰანი გადის ჩვენს ტერიტორიაზე. ახლა წარმოვიდგინოთ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა თავისი მრავალ 10 წლეულიანი კონფლიქტი დახურეს და დაასრულეს და მშვიდობამ დაისადგურა ამ მხრივ კავკასიაში. ისინი შეთანხმდნენ და გახსნეს სატრანზიტო გზა, ეგრეთ წოდებული ტრამპის ახალი გზა, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი ახლო აღმოსავლეთს აკავშირებს დასავლეთთან. ოღონდ ეს გზა სადღაც ჩერდება, მას ჭირდება ღრმაწლოვანი პორტი. თურქმეთის ღრმაწლოვანი პორტები არის ძალიან შორს. ჩვენ გვერდი ვერ უნდა აგვიაროს ამ გზამ. ჩვენ თუ ეს გზა გვერდს აგვივლის, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს საკუთარ გეოპოლიტიკურ ფუნქციას დაკარგავს და ჩვენ ვამბობთ, რომ პორტის აშენება არის ერთადერთი გამოსავალი. 6 წელი არაფერი არ გააკეთეს. ახლა რას აკეთებენ? აი ერთი წუთი, აი ახლა რას აკეთებენ ეს უფრო დეტალურად რომ გითხრათ, რატომ ცვლის ეკონომიკის სამინისტრო ანაკლიის სპორტის მშენებლობის პროექტს კონტრაქტი კიდევ ერთხელ მინდა ვახსენო, მაგრამ ვიდრე თქვენს პასუხს მოვისმენ, უბრალოდ მაყურებელს მინდა შევახსენო, რომ გასულ კვირას ირაკლი კობახიძე თავად აანონსებდა, რომ ანაკლიაში უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები დაიწყებოდა და აი ახლა ვიგებთ თქვენივე ბრიფინგიდან გამომდინარე, რომ არათუ სამუშაოები, არამედ მთელი პროექტის გეგმა უნდა გადაიხედოს. ანუ აი რეალურად რა ხდება ახლა ანაკლიასთან და მათ ჩაუვარდათ მოლაპარაკებები ჩინელებთან, ანუ ჯერ კონსორციუმი და დასავლელი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები გააძევეს ქვეყნიდან და შემდეგ გადაწყვეტეს, რომ ჩინეთთან შეეჩერებინათ, ჩინეთთან დაეწყოთ თანამშრომლობა ანაკლის სპორტის გარშემო. შეთანხმება ვერ შედგა. 2 წლის წინ გამოაცხადეს, რომ ჩინურმა კონსორციუმმა გაიმარჯვა ანაკლის მშენებლობის საქმე. ერთი რამე გაკეთდა, არა, ეს ტყუილი აღმოჩნდა. დღეს რა ხდება? 8 დღის წინ ზუსტად 22 აპრილს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა შესაბამისი დოკუმენტი, რომლითაც დგინდება, რომ სახელმწიფომ დადო ხელშეკრულება საერთაშორისო კვლევით კომპანიასთან იმისთვის, რომ გაკეთდეს ახალი ეგრეთ წოდებული მასტერპლანი ანაკლიისთვის. რას ნიშნავს ეს? დასაბუთება, ანუ რეალური დასაბუთება, საერთოდ მიზნობრიობა არსებობს თუ არა ანაკლიის სპორტის აშენების და რა სატრანზიტო დატვირთვა ექნება ამას, ანუ გამტარუნარიანობა, ტვირთბრუნვა და ასე შემდეგ. ამდენი წლის თავზე, როცა საქართველოში
პატარა ბავშვმაც კი, სკოლის ასაკის ბავშვმა იცის, რომ ანაკლი არის უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური პროექტი, რომელსაც შეეძლო 2020 წელს პირველი გემის მიღება ღრმაწყლოვანი პორტის პირობებში. პირველი გემის მიღება 2020 წელს შეეძლო, 2026 წელია. ასეულობით მილიონი დოლარი შესულიყო საქართველოს ბიუჯეტში. 2026 წელს თავიდან, იმიტომ რომ არსებობს გენერალური გეგმა, არსებობს მასტერპლანი, თავიდან გამოწვევის წინაშე აყენებს საერთოდ ანაკლის სპორტს, ახალი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს და ამბობს, რომ შევისწავლოთ, რამდენად მიზანშეწონილია საერთოდ ანაკლის სპორტის აშენება და იარსებებს თუ არა ტვირთბრუნვა და რაიმე ტიპის ეკონომიკური დაინტერესება. ანუ ტვირთნაკადის პროგნოზების გაკეთება. რომელიც ისედაც გაკეთებულია. ხო, არის, მაგრამ ეხლა ახალი რადგან დაიწყეს ახლა. საერთოდ ეს არის სინამდვილეში ეჭქვეშ დაყენება პროექტის. მე ველოდები რომ ფიქრობთ რომ საერთოდ მე ვფიქრობ რომ ისინი საერთოდ ეცდებიან კვლელობას ანაკლის სპორტის. ისინი ეცდებიან რომ საერთაშორისო ორგანიზაციას დააწერიონ დასკვნა, რომლის მიხედვითაც შემდეგ იტყვიან რომ აღარ არის რენტაბელური და მოდი ფოთის სპორტი გავაფართოვოთ, რომელიც ვერ გაფართოვდება ვერანაირ ღრმაწყლოვანი ეგეთი სპორტი ვერ იქნება, როგორც ანაკლია. ესე თქვენი ეჭვია რომ ჩააგდებენ თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია? თითქმის დარწმუნებული ვარ ინფორმაციის საფუძველზე, მიზნობრიობის საფუძველზე. რაჯერ არ გახმაურებულა. თითქმის დარწმუნებული მიზნობრიობის საფუძველზე, იმიტომ რომ არ არსებობს ახალი მასტერპლანის შეკვეთის საჭიროება არსებობს. ეს არის კითხვის ნიშნის დასმა, ანაკლის სპორტი გჭირდება? და მარტივად ყველამ ვიცით რომ გჭირდება, იმიტომ რომ ჭირდება ჩვენს უსაფრთხოებას, ჭირდება ქართულ ხალხს, ჭირდება საქართველოს ბიუჯეტს რომ გაიზარდოს ანაკლის პროექტის დახმარებით, ჭირდება მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, იმიტომ რომ ანაკლია მე ვიყავი დაახლოებით 10 დღის წინ ჩემს კოლეგებთან ერთად ანაკლიაში და ვნახეთ იქ მიმდინარე პროცესი და ეს პროცესი რა იყო? არაფერი. რომ მივედით იქ და დავდექით შესასვლელთან, შემდეგ დაიწყო ავტომობილების მოძრაობა. მსუბუქი ავტომობილები და ვხუმრობდით, რომ აი ერთი წელი რომ გავძლოთ და აქ ვიდგეთ ესე ატუზულები კართან, შეიძლება დაამთავრონ კიდევაც ესეთი მოძრაობა ატყდა. მსუბუქი მანქანები რადგან ჩინელებთან ჩაიშალა, როგორც გახდა ცნობილი, ხომ არ ფიქრობთ, რომ შესაძლოა სრულიად ახალი ინვესტორი შემოყავს ივანიშვილს? ვიზეთ ჩვენ აქამდე ჯერ არანაირი განცხადება არ მოგვისმენია და არც არანაირი ინფორმაცია. აი ხომ არ გაქვთ რამე ცნობები ამის შესახებ? საინტერესო შეკითხვაა და ამას აქვს საკუთარი საფუძველიც სავარაუდოდ. უსაფუძვლოდ მეც არ გისვამთ ამ კითხვას, ალბათ მიხვდით. დიახ, გასაგებია და ამ ვითარებაში ხო, გაიხსნა ახალი ფანჯარა. ჩვენ ესე ვეძახით. შესაძლებლობების ახალი ფანჯარა ანაკლის სპორტის ასაშენებლად. ეს გამოიხატა მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დაინტერესებაში. სახელმწიფო მდივნის რუბიოს ზარში, სადაც ითქვა, რომ შავი ზღვის უსაფრთხოება, განვითარება და შესაძლებლობების გამოყენება, ასევე ის მაღალი რანგის ვიზიტები, რომელიც ეხება მათ შორის და ერთ-ერთ მთავარ საკითხად ანაკლის სპორტის მშენებლობას. ჩვენს ქვეყანას აქვს ეს შანსი, რომ ეს შანსი გამოიყენოს. აქვს ეს შესაძლებლობა. სამწუხაროდ არ გაგვიმართლა უკვე მე რამდენად თავისი ევროინტეგრაციის პროცესში, თავისი რაღაც კანდიდატის სტატუსის მინიჭების თუ რეალური წევრობის ნაწილში. არ გაგვიმართლა, რომ ივანიშვილი არის დღეს ხელისუფლებაში და ძალაუფლება უპყრია, მისაკუთრებული აქვს. მაგრამ ქართულ ხალხს აქვს შესაძლებლობა, რომ გაიაზროს სწორად და უახლოეს მომავალში, როცა ჩვენ მივაღწევთ ახალ სამართლიან არჩევნებს და მათ შორის პოლიტპატიმრების თავისუფლებას, შევძლოთ, რომ ამ კაცს ისეთი უარი უთხრას ქართულმა საზოგადოებამ, მათ შორის ძალადობრივი არჩევნების პირობებში, გაყალბების პირობებშიც კი, იმიტომ რომ ყველაფერს თავისი ზღვარი აქვს. როგორც უნგრეთში მოხდა, დავამარცხოთ, ისე სამარცხინოდ გაუშვათ სახში, რომ სწრაფად შეუდგეთ საქმის კეთებას. სწრაფად შეუდგეთ, რომ პენსია 127 евро კი არ იყოს 1300 евро. ამაზე ვსაუბრობ, 1000 ლარს რო ვამბობდით თქვენს ეთერში, აქ ნახევარი ოპოზიცია მეჩხუბა. იქიდან ქართული ოცნება მეჩხუბებოდა, რომ თურმე 4000 ლარი აქვს გერმანიაში პენსია. 4000 ლარი. მე ხوار ვამბობ, რომ უცებ 4000 ლარი გავხადოთ. 4 წლის განმავლობაში 1000 ლარზე როგორ ვერ უნდა აიყვანო და აიყვან კიდევაც თუ არ ძარცვავს ღარიბაშვილი. ბევრი დისკუსია გვინახავს მათ შორის ამ სტუდიაში ამ დაპირებასთან დაკავშირებით, თუმცა ფაქტი ის არის, რომ ის პენსია, რომელიც დღეს აქვს ჩვენს პენსიონერებს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, უბრალოდ შეუძლებელია, რომ საჭიროებებზე ეყოთ.
ამაზე დისკუსიას ალბათ მომავალში კიდევ გავშლით 1000 ლარიანი პენსიის და სხვა ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემების გარშემო იმედია გვექნება ამის საშუალება, მაგრამ ხო დადგა ასეთი მოცემულობა ქვეყანაში, რომ დღეს უკვე ოპოზიციამ დაიწყო არა მხოლოდ თქვენ სხვებმაც საუბარი გაძვირებულ ფასებზე, საუბარი გაძვირებულ ცხოვრებაზე, რომ სასწრაფოდ ეს ყველაფერი არის შესაძლებელი და ავიცი მოისმენდით ალბათ სალომე ზურაბიშვილის განცხადებასაც არჩევნების თაობაზე. ამაზე მინდა თქვენი კომენტარი მოვისმინო, მაგრამ აი წეგა როცა ამბობდით, რომ ეს ყველაფერი დაალაგდება, მათ შორის ანაკლია, პენსიები, შემოსავლები და ამ შემდეგ როცა გაუშვებთ, კი, მაგრამ სანამ გაუშვებთ, მანამდე რა ხდება, აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. სანამ რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ ეს ადამიანები, საერთოდ რა, კიდევ რას დაატრიალებენ სანამ გავუშვებთ, ესეც კითხვაა, ხო? სანამ გავუშვებთ ქართულ ოცნებას და ივანიშვილს, იქნება ძალიან მძიმე დრო. ეს უნდა მივიღოთ მოცემულობად და ეს უნდა იყოს мотиваცია იმისთვის, რომ მალე შევცვალოთ ხელი. ძალიან მძიმე დრო იქნება და ეს მძიმე დრო ჩვენს ტყავზე გადადის ჟურნალისტების, დამოუკიდებელი მედიის, კრიტიკული აქტივისტების, პოლიტიკოსების, რომელთა ნაწილი ციხეშია, მეორე ნაწილი დასაჭერად გამზადებული პარტიები, ასაკრძალად და ასე შემდეგ. ოღონდ ამას არ ვამბობ პესიმიზმის გაგებით. მათ შორის თქვენც და თქვენი ლიდერებიც, რომელზეც საქმეები და ასე შემდეგ. თუმცა ამას არ ვამბობ არანაირად პესიმისტურად, იმიტომ რომ პირიქით, ეს არის мотиваცია იმისა, რომ სწორ გზაზე ხარ, როცა არ შეუძლია ადამიანს დებატში დაგიჯდეს, როცა მისი ტელევიზიები დახურულია საერთოდ, ოპოზიციური აზრის ჭაჭანება არ მიდის, კომენტარის მიცემის ჟურნალისტებს მეშინია ჭრიდ, ესე გადაჭრიან აჯერ, გადააბამენ სიტყვებს ერთმანეთს და საერთოდ სხვა რამეს კომენტარის მიცემ, პირდაპირ ეთერს არ გთავაზობენ, დებატში არ გიჯდებენ, ეშინიათ, იმიტომ რომ არიან მხოლოდ ყულზე დამოკიდებული. ამ ვითარებაში მხოლოდ мотиваციაა ის, რომ ხო, როცა შეგვეძლება, რომ სწრაფად გავუშვათ, პირველ შესაძლებლობას გამოვიყენებთ. რა არის ამისთვის? მოვიპოვოთ უნდა არჩევნები, დავიცვათ უნდა არჩევნები და ბიძინა ივანიშვილი გავუშვათ სახლში. როგორ გავაკეთოთ ესა? ლელოს აქვს ეს ხედვა თავიდანვე ჩამოყალიბებული, ჩვენ ვცდილობთ რომ არ შევცვალოთ პოზიციები, არა იმიტომ რომ რაღაცა ჯიუტად პოზიციას ვიცავთ, არა, აღმოჩნდა რომ თურმე მართლები ვიყავით უნგრეთში, ის პოზიცია, რასაც ჩვენ ვიყავით უნგრეთში, მადიარის შემთხვევამ გაამართლა, სადაც ხო ოლიგარქიც იყო, კი, ავტორიტარიც იყო, საარჩევნო სისტემაც უსამართლო ჰქონდა, მაგრამ დამარცხდა, იმიტომ რომ უნგრელმა ხალხმა ერთიანად გადაწყვიტა, რომ უარი ეთქვა ორბანისთვის. გაამართლა ამ ყველაფერმა. ახლა ჩვენი მიზანია, რომ სწრაფად შევძლოთ ცვლილებების მოტანა, შეიძლება იყოს ვადამდელი არჩევნები, შეიძლება არ იყოს ვადამდელი არჩევნები, თუმცა ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ. და უნდა ითქვას, რომ მაშინ როცა ჩვენ არ გაგვიჩერებია სოციალურ საკითხებზე საუბარი და ხშირად ხან პოლიტიკოსები საყვედურობდნენ, ან ჟურნალისტები საყვედურობდნენ. არა, არ საყვედურობდით უბრალოდ არა, გეტყვი, მე ჟურნალისტი ვარ, ჟურნალისტები მრავლობითში რომ თქვით, ხო, იყო ეს კითხვები ძალიან დიდი ხანი. ეხლა ამაზე საუბრის დრო არის თუ არა, ფასებზე საუბრის დრო არის თუ არა, პენსიაზე საუბრის დრო არის თუ არა, როცა ამდენი პოლიტიკური პატიმარი ყავს, ამდენი სინდისის პატიმარი ყავს, ეს თემები იდგა. აი დღეს რატო არის ეს საინტერესო? დღევანდელმა რეალობამ მოიტანა ის, რომ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევებზე საუბარი დაიწყო ოპოზიციაში. კი, და მე მიხარია, რომ სხვებმაც დაიწყეს საუბარი, ჩვენ ამას საუბრობდით და სამწუხაროს არ არის კარგი სანახავი ჩემი მინოთ მოქალაქს, სადაც მაგალითად თქვენს დიდ სტუდიაში მაგალითისთვის ამბობ 10 სპიკერი იყოს, 10 სტუმარი და 10-ვე ამბობთ, რომ რუსული რეჟიმი. რა უნდა მოქალაქეს სწავლა, რომ რუსული რეჟიმია? რა უნდა სწავლა, რომ საკუთარ ტყავზე იცის? სოციალური წაართვა, პენსია დაბალია, ხელფასი დაბალია, გზა არ აქვს, კარგი წყალი არ აქვს, ელექტროენერგიის ფასი გაუძვირეს. საკუთარ თავზე არ იცის, რომ ცუდი რეჟიმია და ცუდი ხელისუფლება იცის? მას ჭირდება, რომ ამაზე მუდმივად ესაუბრო იმათ, ვისაც ნაკლებად სჯერა. თუ რუსული რეჟიმი ვინც იცის, იმას არ ჭირდება დამატებითი ახსნა. მათ ჭირდებათ ისიც, რომ იცოდნენ, როდესაც შენ ამაზე ესაუბრები, შენ თვითონ გამოსავალს რაში ხედავ, ხო? მე ამ შემთხვევაში ზოგადად საუბრობ. აი, თქვენი აზრით, მაგალითად, როდესაც ჩვენ საუბრობთ, უძვირეს ისევ იგივე თემას მინდა დაუბრუნდეს, სხვა შორის ხვალ იქნება ამ საპარლამენტო კომისიის დასკვნა, ძალიან საინტერესოა რა ეწერება ამ დასკვნაში.
იმიტომ რომ იქ დაბარებული ბიზნესმენები მათი მხარდამჭერები არიან, მათი შემომწირველები არიან, გადასარევად იციან ვინ როგორ რა მოგებას ნახულობს, რა შემოსავალს იღებს ესა თუ ის კომპანია. ამიტომ ეს სანახაობრივი ნაწილი შინაარს მოკლებული იყო და კითხვა გააჩინა, რა შეიძლება ეწეროს ამ დასკვნაში. საკუთარ ბიზნესს ხო არ მიადგებიან და იქ კი სუსი დაინტერესდა, მაგრამ რეალურად ხო არ დაუწყებენ ვთქვათ პოლიტიკოსებს როგორი ანგარიშწორებაც მოუწყეს ამ ტიპის ანგარიშწორებას, ხო? ამიტომ ძალიან საინტერესოდ ჩანს ეს კითხვა გამოიყურება, რა შეიძლება ეწეროს, მაგრამ აი თქვენ რომ იყოთ მაშინ ამ კითხვას დაგისვამთ, ეს ბოლო კითხვა იქნება დღეს ჩემი. ხელისუფლებაში აი თქვენ თქვით რომ ადამიანებს აინტერესებთ ეს ის, ადამიანებს ესეც აინტერესებთ. კარგი, გავიგე რომ ოცნება არის ცუდი, მაგრამ როცა შენ რომ იყო ხელისუფლებაში, შენს პირობებში რას გააკეთებ იმისთვის, რომ არ იყოს ძვირიფასები, არ იყოს ესეთი აუტანელი ცხოვრების გამოწვევები, რომ ჩემი შემოსავალი რაღაცნაირად გაიზარდოს და მე არ წავიდე სადღაც სხვა ქვეყანაში ვიღაცის მომლელად, იმისთვის, რომ ჩემშვილს ჰქონდეს სწავლის ფული, საჭმლის ფული. აი რა არის აქ თქვენი პასუხი? იმის გათვალისწინებით, რომ სავარაუდოდ მხოლოდ და ნახევარი მაქვს ამ პასუხისთვის, წინასწარ ვგრძნობ, იმიტომ რომ სალომე ზურაბიშვილზეც არ მიპასუხია და უნდა გიპასუხოთ. ძალიან მოკლედ. ნუ მithვლით წუთებს. რა იცით, მარტივი პასუხია ამ ყველაფერზე. პირველი, ის რომ ადგილობრივი წარმოება უნდა გათავისუფლდეს ფინანსური წნეხისგან და მათ შორის საგადასახადო წნეხისგან, უნდა გათავისუფლდეს მილიარდი დოლარი, რომელიც თუ ლარის ფარგლებში, დოლარიც ამ წლების განმავლობაში, რაც ჩააქციეს სოფლის მეურნეობაში. ერთი ტრაქტორი არ არსებობს დღეს მუნიციპალიტეტებში, რომელიც გადარჩა. მილიარდი დახარჯეს. მილიარდი დახარჯეს და არ არსებობს. რა წარმოება შეიძლება შეიქმნას? არაფერი არ შეიქმნება. ინვესტორი, არც ერთი დიდი ინვესტორი ამ ქვეყანაში არ შემოსულა. არის ის რომ ოქროს ადამიანმა თემურ ჭყონიამ რეინვესტირება ქვია მაგას ინვესტიციაც, რეინვესტირების საფუძველზე გახსნა მაკდონალდსის ახალი ფილიალები. ეგ არის ინვესტიცია. ისევ თემურ ჭყონიას შემოაქვს, თორე კობახიძემ და ბიძინაევანიშვილმა რა შემოიტანეს. ანუ ამაზეა საუბარი, ახალი არაფერი არ გაკეთებულა. ის არქი აშენებს კორპუსს და თუ ისოლი ზუსტად არც მახსოვს, მაგრამ აშენებენ თავისით რაღაცა კორპუსს, ცათამბჯენს და ტრამპის სახელი იყიდეს. ტრამპი ინვესტიცია კი არ დებს. ტრამპის სახელი იყიდეს, რომ დაერქმიათ უბრალოდ. ანუ ამ ვითარებაში, როცა ინვესტიცია არ შემოდის, როცა ფასები ყველაფერზე ძვირია, გადასახადები არის კოლოსალური რამდენიმე მიმართულებით, კორუფციამ შეჭამა, დამოუკიდებელი სასამართლო არსებობს, რომ ინვესტორი შემოვიდეს და საკუთარი თავი დაიცვას. ამ ვითარებაში შეუძლებელია, რომ ხელისუფლებამ შეძლოს კრიზისიდან, ამ ჭაობიდან საკუთარი თავის და სხეულის და სახელმწიფოს ამოყვანა. შეუძლებელია. ბენზინიც ხო გააძვირეს. ეროვნული ბანკი ფულს ბეჭდავს და ამით აუფასურებს რეალურად ფულს. ის ზრდა, 20 ლარიანი პენსიის ზრდა, ინფლაციასაც ვერ ეწევა. ეს ხო ფაქტობრივი მოცემულობაა. ფაქტობრივი ინფლაციას ვერ ეწევა, ანუ მწყიდველუნარიანობით ნაკლები ბიუჯეტის მქონე ფული ოდენობა პენსიის უფრო უკეთესი იყო, ვიდრე დღეს 20 ლარით გაზრდილი. და სალომე ზურაბიშვილზე გიპასუხებთ, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი შეკითხვაა ძალიან. დღეს სალომე ზურაბიშვილმა და ოპოზიციის ნაწილმა თქვა, რომ მნიშვნელოვანია სოციალურ საკითხებზე საუბარი და მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების თემა ისევ დაბრუნდეს, რაღაც ეს ბოლო პერიოდის ნარატივია. ჩვენ პოზიცია ძალიან ცალსახაა და სასიამოვნოა ის, რომ ოპოზიცია რეალურ საკითხებს უბრუნდება, მათ შორის პოლიტიკური აქტორები. სალომე ზურაბიშვილი ის პირი იყო, რომელიც გამოვიდა არჩევნების წინა დღეს და თქვა, რომ არჩევნებზე არ მივდივართ და არ თქვენ აწახვიდეთო. თუმცა კარგია, რომ უბრუნდებით საღ აზრს, უბრუნდებიან საღ აზრს. ჩვენ საღი აზრი გქონდა და ვამბობდით, რომ ყველა შესაძლებლობა უნდა გამოგვეყენებინა. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი შესაძლებლობა მათი შეცდომების და ბრალეულობის გამო ხელიდან არის გაშვებული. ამის გამო ჩვენ ხან გულანძღეს, ხან რა არ გვეძახეს, მაგრამ გადავიდანთ ამ ყველაფერს. კიდევ კარგი რომ ახლა მაინც საღაზრს უბრუნდებიან და იმედი გვაქვს რომ ეს საღი აზრი გაიმარჯვებს და ისეთ სტრატეგიას შევარჩენთ, სადაც ბიძინა ივანიშვილს ნებისმიერ მოედანზე იპონით დავდებთ და დავამარცხებთ.